მივესალმები მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც თვალყურს ადევნებს დღევანდელ სხდომას. ბევრი დრო არ დარჩა, როდესაც აქ ამ შენობაში, ამ დარბაზში აი ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება საქართველოს პარლამენტი. ქართველი ხალხის მიერ გამორჩეული, მისი ნამდვილი წარმომადგენელი და რა თქმა უნდა საქართველოს ის პარლამენტი, რომელიც ჩვენი ეროვნული ორგანო იქნება და არა რომელიმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული ღირსებააყრილი, გაბაიბურებული რაღაცა კანტორა. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს საქართველოს პარლამენტს, სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის პარლამენტს და მისი მეშვეობით დაიბრუნებს თავის ქვეყანას. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი შემოვა აქ, ამ დარბაზში, ამ შენობაში, თავის შენობაში, თავის დარბაზში, შემოვა როგორც სუვერენული ხალხი, შემოვა როგორც ამ ქვეყნის ბატონ პატრონი, შემოვა როგორც ამ ქვეყნის მომავლის უპირველესი გამსაზღვრელი და შემოვა როგორც ამ ქვეყნის ცხოვრების მთავარი ამწყობ-დამწყობი. დიახაც, რამდენიმეს გაგეღიმათ, მაგრამ მესმის თქვენ წარმოიდგინეთ ამ ღიმილისაც, ვინაიდან ეს არ არის გულწრფელი ღიმილი, უფრო სიმწრის ღიმილია, იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება და ნება საქართველოს პარლამენტში, ვიდრე ჩემის აზრით თითოეულ თქვენგანს ეს ყველაზე კოშვარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენიათ. დღეს საქართველოში დასრულებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას და რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში გამოიხატება ქართული სახელმწიფოს მკვლელობით, საქართველოს მოქალაქის თავისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოს თავისუფლების მკვლელობის სახელით. და ივანიშვილი თქვენი მეშვეობით სწორედ აყალიბებს და განამტკიცებს რუსულ რეჟიმს ქართულ მიწა-წყალზე ყველა თავისი ატრიბუტით. დიახაც, მტკინვეულია ამის მოსმენა, მაგრამ ეს არის ფაქტი. რითიც ივანიშვილი თქვენი მეშვეობით თუ თქვენ ივანიშვილის მეშვეობით რაღა მნიშვნელობა აქვს, ერთნი ხართ და ერთ მიზანს ემსახურებით, კიდევ ერთხელ ფეხქვეშ თელავს ქართულ სახელმწიფოს, მის სადამფუძნებლო ღირებულებებს, მის კონსტიტუციას, ინსტიტუტებს, დაწერილ თუ ტრადიციულ კანონებს, მოქალაქეობრივ უფლებებს, მაგრამ ყველაზე მთავარს თელავთ ფეხქვეშ, თელავთ იმ მრავალსაუკუნოვან ერთობლივ ბრძოლის მონაპოვარს, რომელსაც ჩვენი საერთო სამშობლო ქვია. დიახაც, თელავთ იმ საერთო სამშობლოს, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს მხოლოდ და რომელიც დამოუკიდებლად უნდა მოიხსენიებოდეს მხოლოდ. და იმ სამშობლოს, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს მხოლოდ და დამოუკიდებლად უნდა მოიხსენიებოდეს მხოლოდ, თქვენ და ივანიშვილი და თქვენ აბრუნებთ რუსული კოლონიისა თუ გუბერნიის მდგომარეობაში. დიახაც, აბრუნებთ სწორედ იქ, საიდანაც ჩვენ გამოვედით და გამოვაღწიეთ დიდი ტკივილით, გმირობებით, სხვერპლით და მაინც მთავარი გამარჯვებით. გამოვაღწიეთ იმ გამარჯვებით, რომელიც მრავალსაუკუნოვანია, იმ გამარჯვებით, რომელიც სწორედ აქ, ამ დარბაზში დაგვირგვინდა, როდესაც ზვიად გამსახურდია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ამოგების შესახებ ამცნო მთელს ქვეყანას და მთელს მსოფლიოს. დიახაც, თქვენ ემორჩილებით რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს აქ ქართულ მიწა-წყალზე, ვინაიდან უარს ამბობთ საკუთარ პიროვნულ და მოქალაქეობრივ სუვერენობაზე და თან ხვდებით რუსეთის კრემლის პირდაპირი ემისრის ივანიშვილის მარიონეტობაზე. მაგრამ ეს და ამას თან ხვდებით თქვენ და არ თან ხვდებით ჩვენ. თან ხვდებით თქვენ და არ თან ხვდება ქართველი ხალხი. თან ხვდებით თქვენ და არ თან ხდება
ჩვენი ქვეყანა. დიახაც მე ძალიან კარგად მესმის და თქვენს ადგილზე რო ვიყო მეც არ მესიამოვნებოდა ამ ყველაფრის მოსმენა, მაგრამ მე ის რომ თქვენს ადგილზე არ ვარ, ამისათვის ღმერთმა დამიფარა და 100,000-ობით ქართველი ამავე დროს. დიახაც, არც ერთი შეგახსენებთ, არც ერთი მრავალსაუკუნოვანი საქართველოს ისტორიის მანძილზე ფაქტი არ არსებობს, როდესაც მოღალატეს უთქვამს, რომ ის არის მოღალატე, როდესაც უთქვამს შადიმას, რომ ის არის შადიმანი. რამდენი მოღალატეობრივი აქტის შესახებ მსმენია თქვენ და უსწავლებია თქვენთვის სკოლებში და სხვა სასწავლებლებში. რამდენი ადამიანის სახელი და გვარი იცით, რომელსაც ზურგი უქცევია სამშობლოს ინტერესებისთვის, მაგრამ გახსოვთ რომელიმე მათგანი მაინც, რომელსაც თანამედროვეობაში იმწუთიერად ეთქვათ, რომ მე ვარ მოღალატე, არა პირიქით, თქვენსავით ქილიკობდნენ და ამით ცდილობდნენ საკუთარი დანაშაულების დაფარვას. დიახაც, რაც არ უნდა ახლა აქ ეცადოთ თქვენ, რომ ხელი შემეშალოთ ჩემი სიტყვის წარმოთქვაში, ჩვენი ბრძოლა გრძელდება და კიდევაც გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ, მაგრამ თქვენი ადგილი რჩება ისტორიის უბნელეს მხარეს. თქვენი ადგილი რჩება ციციანო ერმოლოვთან. თქვენი ადგილი რჩება ცხაკაია ორჯონიკიძესთან. თქვენი ადგილი რჩება როდიონოვ ლებედთან. თქვენი ადგილი რჩება გავრილოვ პუტინთან. თქვენი ადგილი რჩება ჩახალიან შკრილნიკოვთან. თქვენი ადგილი რჩება ივანიშვილ და რჩებით გახარიას ანაბარა. გრძელდება საქართველოს ისტორია, თქვენ ამ ისტორიაში თქვენ თვითონ განსაზღვრეთ საკუთარი პერსონაჟების როგორობა და თქვენი ადგილი საქართველოს ისტორიაში არ არის ნათელი და სწორ ადგილას. თქვენი ადგილი არ არის მორალურად და ზნეობრივად სწორ მხარეს. რა თქმა უნდა, თქვენი ადგილი იქნება ისტორიაში, მაგრამ იქნება სხვა ადგილას, რომლის თაობაზეც მე უკვე ვისაუბრე. დიახაც, თავისუფლებისათვის ბრძოლის და ამ ბრძოლაში, ამ ისტორიული ბრძოლის თავარი ანტიგმირები ხართ თქვენ დღეს. თავარი ანტიგმირები ხართ. და ეს არ უნდა გეწყინოთ. მეც ბედნიერი ვიქნებოდი, რომ ამ სიტყვის წარმოთქვის, ასე თქვათ, აუცილებლობა არ ქონოდა. მაგრამ ეს არის ფაქტი და მხოლოდ ნათქვამ ნამოქმედებს ჭეშმარიტი ფასის დადგენა მომავალს ძალუძს და მომავალი უახლოესი ამას დაადასტურებს. როგორ ხდება ხახნო, როდესაც ამდენი მოღალატე არსებობს საქართველოს ისტორიაში და საუკუნეებს გამოუვლია ისტორიულ ცნობებს საუკუნეებში უცურავია და დღემდე ჩვენთან მოსულა სერგო ორჯონიკიძეს ეგონა თუ არა რომ ის არის მოღალატე, ეგონა თუ არა ცხაკაიას რომ ის არის მოღალატე, მე მესმის არის მწარე სიმართლე რომელიც ზოგჯერ თვალსაც კი თხრის, მაგრამ თქვენ კიდევ გაქვთ შანსი რომ გამოასწოროთ და დადგეთ იქ სადაც ისტორიულად უნდა დგებოდეს პატრიოტი ადამიანი. დიახაც, ნათელი და თავისუფალი საქართველო არის ჩვენი მომავალი და არა ის უბნელესი აწყო რომელიც გიკავიათ თქვენ ვაგრძელებთ ისტორიას, ისტორიამ უკვე თქვენ ადგილი გამოგიყოთ, ეს არის გავრილოვი და კრემლი, ჩვენიც უცხადესია ამ ქვეყნის სახელოვანი წარსული და ამ ქვეყნის თავისუფალი და დამოუკიდებელი მომავალი. ძალიან ბევრი რამ შემეძლო და სურს კიდევ გითხრათ, მაგრამ აი ამის თქმა მინდა დღეს თქვენთვის მეტი არაფრის და ვნახოთ გამოწვევა თქვენ მიიღეთ ქართული საზოგადოებისგან და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, არ დავიზარეთ არც ერთ საქართველოს მოქალაქეს მრავალსაუკუნოვანი ქვეყნის ისტორიის მანძილზე არ უთქვამს რომ ის მოღალატე არის ან მოღალატეობრივი ამნიშნულობა ნეფსი თუ უნებლიეთ მოღალატეობრივი აქტი ჩაიდინა საუკუნეებმა გაუძლო მათ რეალურ ნაბიჯებს და დღეს თქვენ იცით მშვენივრად და თქვენი ადგილი იმ ადამიანების რიგებშია რომელიც მე ჩამოვთვალე დაწყებული ციციანოვიდან და დამთავრებული ბატონი გახარიათი. კარგად ბრძანდებოდეთ, აი ამის თქვა მინდოდა მხოლოდ და მომავალ შეხვედრამდე.